როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ გრძნობებზე, რას გრძნობს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ გრძნობები ყოველთვის საინტერესოა. და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის. მინდა იყოთ ყველა ბედნიერი, ყველას გულშემატკივრობთ და დავიწყოთ აბა ვნახოთ. რას გრძნობს? რა გრძნობები აქვს? რას გრძნობს? ძალიან ემოციური არკანები ამოვიდა, მინდა ვთქვა. ემოციურ არკანებში, რა თქმა უნდა, გულისხმობ ჯერ სიტუაცია უნდა განვიხილოთ, ვიზე შეიძლება იყოს ეს გაშლა. მოლოდინი. ანუ მოლოდინი გაქვთ იმის, რომ რაღაცა მაინც შეიძლება უკეთესობისკენ, შენ რომ იცი და გრძნობ ნებისმიერ სიტუაციიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ სიტუაციაში ხართ, რაღაცა გრძნობა გაქვს, რომ ამ ადამიანს შენს მიმართ მინიმუმ გულგრილი დამოკიდებულება არ აქვს და მაქსიმუმ რო დღემდე მის გულში ხარ. თუ უფარული ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ეს უფრო კარგად რეზონირდება თქვენზე და ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს და მესამე ფაქტორები მის გულში ხარ. თან ადამიანი გრძნობს განსაკუთრებულად ამ სიტუაციაში, რომ შეყვარებულია რა, უფრო მეტი რომ უნდა და უფრო მეტი. დანარჩენ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, თუ რა თქმა უნდა, ყოველს არ გექნებათ ესეთი მესამე ფაქტორები, ეს არის გამოუთქმელი გრძნობა. ჯერჯერობით არანაირად არ უნდა რომ ისაუბროს, მაგრამ აი გული შენს მიმართ ძალიან აჩქარებულია. რამდენჯერ დააპირა რომ ეთქვა, მაგრამ მერე გაჩერდა. ძალიან მოწონ ხარ, განსაკუთრებით მოწონ შენი სილაღე, შენი ვიზუალი, შენი სიმსუბუქე, რაც უფრო სიმსუბუქად იქნები, უფრო მეტად რაღაცა ექნება შენს მიმართ მეტი ინტერესი. რას გრძნობ კიდე? ხო, აი ნახე, მაინც გრძნობა კი არის, მაგრამ მაინც რატომღაც არ აქვს იმის სურვილი, რომ ეს ყველაფერი თქვას და გამოხატოს. მე მაინც მგონია, რომ აქ ცოტა ისეთი ურთიერთობა რაღაცნაირი, ორაზროვანიც არ შემიძლია ვთქვა, ყველაფერი გარკვეულია. გარკვეულობაში იმას გულისხმობ, რომ ადამიანი არაფერს არ შვება, ფაქტიურად. რაღაცნაირია. ხან კი ხან არა, რაღაცა ვერ გაიგებ, მაგრამ შენ ხო იმდენად დიდი კვალი დატოვე ამ ადამიანში, რომ თვითონ ვერ თავისუფლდება ვერანაირად. ისე გინდა რომ გათავისუფლდე? არა. არ უნდა რომ გათავისუფლდეს, ეს ძალიან კარგია. თუ გათავისუფლება არ გინდა, მაშინ რა გაქვს ჩაფიქრებული, ანუ მიმართულება თუ ექნება, თუ იტყვის, ან ხო, სიტყვა კარგია, მაგრამ მოქმედება როგორი იქნება, აქედან გამომდინარე, როგორი მოქმედება იქნება. სიტყვას უფრო იტყვის, მოქმედებითაც გამოხატავს ამ ყველაფერს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ არაფერი არ შეიცვლება. რატომ მგონია? იმიტომ რომ ვუყურებ. არანაირი სიტუაციის შეცვლა არ უნდა. განსაკუთრებით მესამე ფაქტორებში, თუ ვინმესთვის მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მესამე ფაქტორებში იყოს ის ერთადერთი და ამის შეცვლა არ უნდა. მეორე იცი რა არის, ჯერ აკვირდება სიტუაციას, თუ რა თქმა უნდა არ ხართ მაგ სიტუაციაში, აკვირდება ჯერ სიტუაციას და იქიდან გამომდინარე, რომ დარწმუნდება საკუთარ თავში, რომ მას ეს უნდა და უკვე მზად არის, ყველაფერს იტყვის, რაც დაგაკლო. და სადაც ცოტა გაჩერებული და უკონტაქტო მდგომარეობა, მაინც ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. დღესდღეობით მისი ინტერესები მოწოდების სიმაღლეზეა, იმიტომ რომ ყველაფერი აინტერესებს, განსაკუთრებით შენი სოციალური ქსელები, ყველაფერი აინტერესებს აბსოლუტურად. და მისთვის თავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ გრძნობას ვერ ამჟღავნებს თუ არ ამჟღავნებს, მისთვის თავარი პრობლემა არის შენი დამოკიდებულება. შენ როგორ ფიქრობ, რამე გრძნობა გაქვს კიდევ, გახვალ მასთან კონტაქტზე. აი რაღაცა იგრძნობა, რომ დაძაბულობა, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებს შენს თავში ესე შემოვიდეს და ყველაფერი გაიგოს. მთლიანობაში არაჩვეულებრივია, მაინც დასტის ბოლოს ორიანი თასია, მე ვფიქრობ, რომ სათასე ორიანი თასებით არ შეიძლება იმჩილო, რომ ვაიმე გაგვიხარდა ორიანი თასია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს იმის ირგვლივ რა არკანებია და მარტო კარგი მხარით არ შეიძლება რომ უყუროთ ამ ყველაფერს.
იმიტომ რომ ზოგჯერ სიყვარული როგორი ბედნიერების მომტანი, ასევე დამაზიანებელისა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში.